მოგესალმებით ძირფას ტელემაყურებლებო, დღეს ტელეკომპანია PKTV-ისთვის იწერება გადაცემა რეალური ანალიზი, რომლის წამყვანი ავტორი გახლავთ მე, ასევე მეორე რუბრიკაც გვაქვს, ეკონომიკა და სამართალი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა, ჩვენი ტელემაყურებლებისთვის უკვე კარგად ცნობილ ბატონ სოსო სიმონიშვილთან გვაქვს. მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა და ვამცნო სოსო სიმონიშვილის რეგალიები, აქამდე ვამცნობდით მხოლოდ ამ ბატონს როგორც ჟურნალისტს, ეკონომიკის დარგში ექსპერტს. და მე მინდა ჩვენო მაყურებელმა იცოდეს, რომ ბატონი სოსო ძირითადი პროფესიით არის ჟურნალისტი, პუბლიცისტი. იგი წლების განმავლობაში იყო გაზეთ დრონის მთავარი რედაქტორი და ასევე გახლავთ ასოციაცია თავისუფალი პრესის დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე ბატონი სოსო გახლავთ ეკონომისტი, თავისი მეორე თუ პირველი პროფესიით, პარალელური პროფესიით. ამიტომ ბატონ სოსო გახლავთ ასევე მას აქვს თავისი კონცეფცია საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს მიმართებაში მაკროეკონომიკის გარკვეული მოსაზრებები, როგორ უნდა ვითარდებოდეს, ამიტომ მასთან საუბარი და მასთან გადაცემები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ეს გადაცემა სოციალური ქსელის მაყურებლებისთვის პირდაპირ ეთერში იწერება. მოგესალმებით ბატონ სოსო. მოგესალმებით. ჩვენ წინა გადაცემებში აქტიურად სულ საუბრობთ საქართველოს ეკონომიკის გრევაზე, ასე ვთქვათ, როგორ ინგრეოდა. ჩვენ ერთი გადაცემა ფაქტიურად იმასაც ვიუძღვედით, რომ როგორ უნდა რა უნდა მოხდეს და რადგან უნდა მოხდეს დაუშვათ გაჯანსაღება ამ ეკონომიკური სფეროსი, მაგრამ მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა მივუძღვნათ ზოგადად გავაანალიზოთ რა რესურსი აქვს დაუშვათ საქართველოს მომავალში, დაუშვათ რომ ყველაფერი კარგად არის, საქართველოს ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და მას ევალება რომ აწარმოოს თავისი ეკონომიკა, აღორძინოს და რა რესურსი გააჩნია დღეობით საქართველოს წარმოებების გაშლის თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის გაშლის თვალსაზრისით. ეს ძალიან დიდი თემაა, მე ვიცი ეს, მაგრამ მაინც ესეთი მოკლე მონახაზით თქვათ. გვაქვს ჩვენ თუნდაც შრომითი შრომელი ძალის რეზერვი იმდენი, რომ ას ვაწარმოოთ. გვაქვს სავარგულები იმდენი, რომ დაუშვათ საქართველოს აწარმოოს პროდუქცია და ქართულმა ხალხმა აწარმოოს პროდუქცია. გვაქვს რამე წიაღისეული ისეთ საინტერესო, რომელიც საქართველოს სახელსაც გაუთქოს და მის ეკონომიკასაც წამოწევს. გვაქვს ჩვენი მისი რესურსი, რომ დაუშვათ ჩვენმა ინჟინერებმა მძიმე მრეწველობა დაძრან და აწარმოონ. დღეს საქართველოში რო გამოიხედავ, მხოლოდ სამშენებლო ბიზნესი მიმდინარეობს, მეტი არაფერი და კარგია ეს სამშენებლო ბიზნესი, მაგრამ სამშენებლო ბიზნესს მოხმარებელი სჭირდება. ქართული ხალხი გაღატაკებულია უკიდურესად და კი გვეუბნებიან, რომ ქართველი მყიდველების წილი უფრო მეტია, ვიდრე უცხოელების ქართულ სამშენებლო ბიზნესში, მაგრამ ეს ცოტა გარკვეულწილად ეცვსაც იწევს, არ ვიცი რანაირად ახერხებს ქართული ხალხი ესეთ ძვირ შენაძენებს და როგორ ახერხებს ამ უძრავი ქონების ესე მასიურად ყიდვას სიტუაციას. იმასაც უყურებთ, რომ სამშენებლო ბიზნესი კი ვითარდება, მაგრამ
ახალდაშენებული სახლები ნახევარზე მეტი ცარიელია. ცარიელია აცხოვრობს შიგნით ხალხი, სადარბაზოებში 2-3 ბინა თუა დაკავებული არის ესეთი ახალდაშენებული კორპუსები და თქვენი მოსაზრებები ამ მიმართულებით დავანებოთ სამშენებლო ბიზნესს რა რესურსი გვაქვს რომ დავუშვათ ეკონომიკა გავაჯანსაღოთ და წინ წამოვწევთ და ჩვენმა ეკონომიკამ ქართულ ხალხს ეიმუშაოს. კი ბატონო, ეცდები რომ საკმაოდ ესეთი ფართო მონახაზი გააკეთეთ განახლა. ესეთი კითხვა იმიტომ დავსვი რომ აბსოლუტური ასპარეზი მოგცეთ ახლა თქვენ ამ მიმართულებით ორი სიტყვით შევეხოთ იგივე სამშენებლოსაც. საქმე ის არის რომ ჩვენთან როგორ არის საქმე სანამ სამშენებლო ბიზნესად ჩამოყალიბდებოდა ზოგადად ხო ჩვენში თუ სხვა ქვეყნებში ზოგადად ასე იყო ჯერ იყო თქვათ მოთხოვნა ხო კი ბატონო ხო და ხალხს ჭირდებოდა საცხოვრებელი და მერე ხდებოდა მისი აშენება და ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ ჩვენ ვახსოვს ხო მეტაკლებად ხო იყო რომ აკმაყოფილებდნენ იყო ვერ აკმაყოფილებდნენ მოკლედ მთავარი ის არის რომ მოთხოვნა წინ უსწრებდა მიწოდებას რატომ ნუ ახლა მაგალითად საბჭოთა კავშირში ფართოდ იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული კოოპერატიული ბინადრშენებლობა ხო იქ ხალხი თვითონ იხდიდა ამ ფულს და მათ თავის საკუთარ სახლებს იშენებდნენ კოლექტიურად კი ბატონო და არ შეიძლება შეუძლებელია თქვათ აი ამის საწინააღმდეგო რაიმე მოსაზრება არსებობდეს მაგრამ როდესაც სამშენებლო ბიზნესი შენებლობა ჩამოყალიბდა ისეთ ფართო ბიზნესად, დიდ ბიზნესად, დიდი მოცულობის ბიზნესად ჩამოყალიბდა, რომელიც რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტს აშენებს, ხო და ეს უკვე აღარ უყურებს არსებულ მოთხოვნას. ესე იგი დღეს რაც არის მოცულობა, ხარ მეტი უნდა იყოს, ზეგ უფრო მეტი უნდა იყოს, მასე კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ხო, ბიზნესი თავისას თხოვულობს. ხო, ესეთია ბუნება, ბიზნესის ბუნება, ვის უნდა გაფართოვდეს. რატომ? იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რომ ამ საქმეში ისე თუ ასე ფული იშოვება, ხო? ხო და ახალ ინვესტიციები მიდის აქეთ. არ გულისხმობ მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს. ნებისმიერი ინვესტიციები მიდის და მათ შორის უცხოურიც ახლა უცხოურმა ბიზნესმა დაინახა, რომ საქართველოში აი ეს არის მომგებიანი, ამას მოგება მოაქვს, გარანტირებულად მოაქვს. რატომ მოაქვს და როგორ მოაქვს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას არ შეუძლია ამდენი საცხოვრებელის შეძენა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ნახეთ როგორ გადადის პოლიტიკაში. საქართველოს ხელისუფლებამ რომელსაც რა თქმა უნდა, ისე როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას ბიზნესში წილი აქვს, აქ იგულისხმება არა ის, რომ აი წილები აქვს ამ ბიზნესში, ესეც ცხადი არის, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, მაგრამ უბრალოდ ეს გადასახადს იხდის, ხო? ყველა ბიზნესი იხდის, ფაქტორის სამშენებლოს გადასახადს ბიუჯეტში შედის და ანუ ხელისუფლება და მთავრობა ორგვარად არის დაინტერესებული. ერთი რომ მისი ბაქი ოჯახები და თქვა საავტომობილო და რაღაცა თვითონ ამ ბიზნესში მონაწილეობს და მეორე მხრივ ეს იძლევა ბიუჯეტში შემოსავალს. აი ეს ახლა უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ასე არის სამწუხაროდ. რატო სამწუხაროდ? იმიტომ რომ ზუსტად ეს იწვევს როგორ აძლიერებს დემოგრაფიულ კატასტროფას, რა თქმა უნდა. რატო? იმიტომ რომ აქ ადგილობრივი მშვიდობელი ამისი ამდენი უძრავი ქონების, ამდენი ბინების არ არის და სახელმწიფო ცდილობს ყოველ მხრივ და ხელს უწყობს ბიზნესებს, რომ პირველი მოიზიდოს უცხოეთიდან. მეორე მხრივ სახელმწიფო წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი პრემიერ-მინისტრი, უკვე რამდენჯერმე ბატონო პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში არ აქვს ჩვენ საკმარისი მუშახელი და არ აქვს კიდევ კვალიფიციური სპეციალისტების საკმარისი რაოდენობით, ყავს რაღაცა რაოდენობა, საკმარისი არ არის. ამიტომ უცხოეთიდან ჩვენ უნდა მოვიზიდოთ სპეციალისტები და მუშახელი იგივე სამშენებლო ბიზნესისათვის. გამოდის ესე იგი სრული კატასტროფა, რომ ჩვენ მუშახელი არ აქვს საკმარისი იმისათვის, რომ სახლები ავაშენოთ, ამიტომ მუშახელი შემოყავს და ძირითადად შემოყავს, რა თქმა უნდა,
გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან, ძირითადად მუსულმანური ქვეყნები იგულისხმება. ჩვენ ამის მყიდველებიც არ გვყავს, მყიდველებიც შემოყვავს უცხოეთიდან. მყიდველიც შემოყვავს, ესე მუშახელიც შემოყვავს, მყიდველიც შემოყვავს. ჩვენი ხალხი ძირითადად ეს ფაქტებს ვამბობთ, ხო? ასეულ ათასობით ყოველწლიურად გაედინება სხვა ქვეყნებში სამუშაოდ, უმეტესად დასავლეთის ქვეყნებში და არა მხოლოდ. და შობადობა კლებულობს ყველა ფაქტორს ვაუბრალებ. შობადობა კლებულობს და განსაკუთრებით კლებულობს ქართველების წილში. ქართველების წილი ამ შობადობის კლებულში ყველაზე დიდია და სიკვდილიანობა იზრდება. ანუ ყველა ეს ფაქტორით გამოდის, რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა განუხრელად მცირდება და უცხოელების რაოდენობა განუხრელად იზრდება. ეს დამოკიდებულია როგორც წმინდა იმაზე, რაფია დემოგრაფიულ საკითხებზე და გავლენას იქონიებს და ბიზნესიც ამას ხელს უწყობს, აი კერძოდ სამშენებლო ბიზნესი. არა მხოლოდ სამშენებლო ბიზნესი, არამედ მაგალითად ჩვენ მაპატეთ აქვე მინდა ერთი ფაქტორის დავამატო, რომ გარდა იმისა, რომ ქართველების რაოდენობა წლითიწობით გადინებული ქართველების რაოდენობა მატულობს, მაგის გარდა საქართველოშივე ჩნდება ახალ-ახალი უსახკაროები, ბანკების მიერ წარქმეული ბინები და ასე შემდეგ და ამ ხალხს სახკარი არ აქვს, სახლების შენდება ცარიელებია და ზუსტად მაგაზე გადავდიოდი, ბატონ ზაქარია, მაგაზე გადავდიოდი, რომ თქვი, რომ არა მხოლოდ აი შენებლობა მეთქი, არამედ ესე იგი ისევ და ისევ ჩვენ არაფერს ჩვენი თავავობთ, რაც ხელისუფლებას უკვე 1000-ჯერ უთქვავს, რომ საქართველო არის იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, იმპორტ დამოკიდებული ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდია წილი ჩვენს ქვეყნის შიგნით მოჭრობაზე იმპორტული საქონლის. ჩვენი საბანკო სექტორიც განსაკუთრებით ახალისებს განსაკუთრებით ესე იგი იმპორტს თავისუფლად აძლევს იმპორტისთვის კრედიტებს და შედარებით დაბალ პროცენტიას. ანუ შენ თუ თქვათ მოიდონებ რომ აიღო კრედიტი იმისათვის რომ საწარმო გახსნა და რამე აწარმო ძალიან გაგიჭირდება ასეთი მიზნით კრედიტის მიღება, მაგრამ თუ შენ ბანკს მიმართავ რომ უნდა იმპორტით რაღაცა ჩამოვიტანო, სწრაფად გაყიდო, სწრაფად გააბრუნო. ხო, ესე იგი ამისათვის მონგებიანი ხარ ბანკის. ხო, ბანკი უფრო ადვილად და კარგი პირობებით მოგცემს კრედიტს. ანუ ეხლა რაც ჩამოვთვალეთ და შეგვიძლია კიდევ უთვალავი ჩამოვთვალოთ, ხო, ეს ყველაფერი აუარესებს დემოგრაფიულ მდგომარეობას, ყველაფერი. ეხლა როგორ აუარესებს? აი იმპორტ დამოკიდებულება, როგორ აუარესებს და როდესაც ესე იგი საბანკო სისტემა და მთელი ხელისუფლება იმპორტს ხელს უწყობს და ნამდვილად უწყობს და ჩვენმა პრემიერმა რამდენჯერმე ბრძანა რომ ჩვენ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა და ეს არის ჩვენი ეკონომიკის თავისებურება. ნუ თავისებურება ესე იგი ესე უნდა იყოს, ასე გამოდის, ხო? ხო და ამისათვის იგივე ვთქვათ, ხო, აქედან რა გამოდის? აქედან გამოდის, რომ შენ თუ დიდი რაოდენობით იმპორტი შემოგაქვს, ხო? ეს თავისავად ბაზარზე იკავებს იმ წილს, სადაც რომელიც წარმოებელმა უნდა შექმნას და ბაზარზე გამოიტანოს, ხო? აქ მით უმეტეს განსაკუთრებით ეს ეხება მცირე მწარმოებლებს და ფერმერებს და ნუ ვთქვათ ესე გლეხებს, სოფლის ცხოვრებლებს, რომლებსაც აი ეს მსხვილი იმპორტიორი კომპანიები, საბანკო სისტემა, მთელი სახელმწიფო სისტემა და ყველა ერთობლივად ერთი საერთო ძალისხმევით უკეტავენ გზას ბაზრისკენ. არ აძლევენ საშუალებას, რომ ისინი თავისუფლად შემოვიდნენ ქალაქია საერთოდ ბაზარი, ხო, მთავარი ბაზარი, ქალაქების ბაზრებზე შემოვიდნენ თავისი წარმოებული პროდუქცია სურსათი გაასაღონ აქ და შემოსავალი მიიღონ და გააგრძელონ მუშაობა სოფელში, ხო? ესე იგი მთელი ეს პოლიტიკა, ეს ყველაფერი ერთად, აქ არის სამშენებლო, აქ არის სავაჭრო, პროიმპორტულობა, საბანკო სისტემა, ყველაფერი ერთად
ამას დაუმატეთ ის, რომ მაგალითად ქალაქის მუნიციპალური სამსახურები განსაკუთრებით კრძალავენ, ესე იგი, ბაზრის გარეთ ეგრეთ წოდებულ საგარეო ვაჭრობას, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, უბრალოდ დაშვებული კი არა, ჩვეულებრივი ამბავია და ამას ხელს უწყობს ყველა ქვეყანაში, ყველა ხელისუფლება და მთელი რიგი ღონისძიებებით უწყობენ ხელს, უთმობენ სავაჭროდ მოედნებს, ქუჩებს, სადაც ტრანსპორტი ფაქტიურად ზღუდავენ ტრანსპორტს. ხო და ასე შემდეგ და ჩვენ ამას ყველაფერს ვებრძვით. გამოდის ამითი გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო შიდა წარმოებას ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით შიდა წარმოებას, ჩვენ ვებრძვით საქართველოს სოფელს და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობასაც ვებრძვით, სოფელსაც ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები ქართველი დარჩეს, იმიტომ რომ თუ შენ არ მიეცი მუშაობის საშუალება და საქართველოს საქართველოს ქალაქებში გასაგების საშუალება, იმას სხვა გზა არაფერი აღარ არჩევ, ესე იგი თუ მიწაზე მოყვანილი ვერ გაასაღა, რა უნდა ქნა შიმშილით ხო არ მოგდება, ხო და მე მიდის უკეთ რაღაც გარბის უცხოეთში, ხო? ყველაფერი ერთად ეს კლავს ჩვენს დემოგრაფიას. ანუ დემოგრაფია რაღა არის კაცო, ეს ჩვენი არსებობაა, ჩვენი ერის არსებობა. ასეთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკით, ან და შეიძლება ვთქვათ, ანტიპოლიტიკით, მთელი ესე იგი აი ეს სისტემა, თუ ამას სისტემა ქვია, მაგრამ ეს არის მოკლედ საქართველოში ტიქიურად შექმნილი, ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს, საკუთარ თავს ინადგურებს. მოკლედ, როგორც გავიგე, საქართველოში ქართველებისთვის არის ყველაზე ცუდი პირობები. ყველა ცუდი, ხო, საქართველოში რო აღარ დაედგომება. აი ესეთი მდგომარეობა. ხო და ყველაფერი ამაში სულ ყველაფერი შედის, სულ ყველაფერი განათლებაც უსაფრთხოებაც. ახლა მაგალითად, აი უსაფრთხოების საკითხები ვავიღოთ. ყველასთვის 2x2 ნებისმიერი სახელმწიფო რო აიღო, ხო, საზღვრის პირა მოსახლეობა, ეს იყო საზღვრის ყველაზე კარგი დამცველი. ახლა უბრალოდ გონების თვალი გადავავლოთ ჩვენ საზღვრის პირა რეგიონებს, ხო? კი ბატონო. რა მდგომარეობა ჩვენი საზღვრისპირა რაიონებში? დაუსახლებელია. არა, ზოგან დაუსახლებელია, ზოგან ქართველი აღარ ცხოვრობს. კი ბატონო. კი. ხო და იგივე მაგალითად რატო ეწია ის ბედი, რაც ეწია მაგალითად ხევსურეთს? ხევსურეთი ხო გეოგრაფიული სახელი გადარჩა, იქ ხევსური აღარ ცხოვრობს, ხო? რაც არავინ არ ცხოვრობს, რაც ხევსური აღარ ცხოვრობს. ესე იგი, მთელი ჩვენი ჩრდილოეთის საზღვარი, რაც ოკუპირებული ნაწილი, დიდი ნაწილი ოკუპირებულია, რაც ოკუპირებული არ არის, იქ უკვე ქართველი აღარ ცხოვრობს. აღარ ხევსურეთში ცხოვრობს, არც ესე იგი, აი ალპურ ზონაში იქნება ეს სხვა კუთხეების, ხო, ხა თუშეთში ცხოვრობენ, მაგრამ ნუ იქ თუშეთის საზღვრებს მაინც ბევრი არაფერი ემუქრება. მაგრამ მაგალითად იგივე რაჭის მაღალმთიანი სოფლები, რაც არის ხო. ასეთი მდგომარეობა და ამას კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს, ესე იგი, ამაზე საერთოდ ეხლა გამოაცხადეს ოცნების წარმომადგენლობა, რომ პარლამენტში თურმე არ ვიცი საიდან და უცბად დაუნახავთ, რომ თურმე დემოგრაფია ყოფილა პრობლემაა. გუშინ წინ აღმოაჩინეს. აბა, ხო და ეხლა თურმე ფიქრობენ, რომ უნდა შექმნას საპარლამენტო კომისია და შეისწავლონ ეს საიდან კაცო ეს დემოგრაფია როდეს იქცა პრობლემა საქართველოს. საოცარი რაღაცა ხდება თურმე რა. დემოგრაფია ყოფილა თურმე პრობლემა, ეხლა აღმოაჩინეს. ასეთი მდგომარეობა, რა ვიცი, ესე იგი, ჯერ ფასებზე, რა ქვია, ფასების შემსწავლელი კომისია ხო შექმნეს. ახლა ქმნიან დემოგრაფიის პრობლემების შესწავლის კომისიას. ეხლა აი ამაზე შექმნიან უმუშევრობის შესწავლელი კომისია. რა სწავლობ? მე იქნება ალბათ ავიცი მე გაუნათლებელთა არსებობის კომისიას, რა ვიცი, რატო აქვე მინდა ახანეს ვახსენე განათლება მახსენე ძალიან დიდი ნებათაღელვა ინსტიტუტები შეეწყობიან თუ განცალკევდებიან. საქმე იმაშია, რომ
უმაღლეს სასწავლებლები, ჩვენი უმაღლეს სასწავლებლები დიდი ხანია უკვე უმაღლეს სასწავლებლებად ითვლება, რომლებიც აძლევენ უმდაბლეს განათლებას. და ესენი გინდა ცალ-ცალკე ამყოფენ და გინდა ერთად ამყოფენ. თუ განათლება არ მიცეს. კრილოვის არაკევით რა აზრია? 0 და 0. გინდა შეაერთეთ მიუმატებთ, გინდა გამოვაკელი 0-0-ია. ჩვენ პროფესორ მასწავლებლებს ურჩენიათ იმაზე იფიქრონ და იმისთვის აიმაღლონ ხმა, რომ განათლების მიცემის საშუალება მიეცეთ მათ უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდობისა სტუდენტებისა. ჩვენი სტუდენტები უნივერსიტეტის იქნება ეს თუ ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ოცნებობენ სწავლის გაგრძელებაზე საზღვარგარეთ. რა არის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები საზღვარგარეთისთვის მოსამზადებელი ფაკულტეტებია თუ როგორ არის საქმე? ბატონო ზაქარია და თვითონ სახელმწიფო აფინანსებს ბევრ ისეთ პროექტს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლებას ითვალისწინებს. აბა რაშია საქმე? ჩვენ აქ არ ვასწავლოთ ბავშვებს და თუ კიდე კარგი განათლება საზღვარგარეთს წადი, რატო იმ საზღვარგარეთზე უკეთეს განათლება ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვიცეთ? ამაზე რატო არ ვსრულებთ? აღარ შეგვიძლია. აღარ შეგვიძლია. ამ 35 წელმა ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო. მე არ ვიცოდი ხომ აი საით გამეხედავ, რა ვწოდდი რომ ვიცა ჩაქცეული იყო და ჩავეტანე 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ხედავდი რომ აი ის სანაკებო ჩვენი პროფესორ მასწავლებლები, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, როგორ იდგნენ ქუჩაში და თავის ბიბლიოთეკებს ყიდნენ. არა შენათქმათ. კი ბატონო. ხო და საქართველოში იმდენჯერ მოხდა ხან ჩარეცხვა დაარქვეს, ხარა დაარქვეს. ხო, ბევრჯერ მოხდა. ერთი პირი კი არ მოხდა, ერთხელ კი არა, აი რამდენჯერმე მოხდა. ესე იგი ჯერ აი ამ საოცარმა გაღატაკებამ გადაუარა მთელ ქვეყანას და მათ შორის პროფესორ მასწავლებლებს, ხო? და დატოვა ისინი ულუკბაპუროთ, პირდაპირ გაგებით. ისე რომ აი წიგნები გაყიდვით შეიმდნენ თავს. შემდეგ ესე იგი შემდეგ თითქოს ესე იგი ვაჭრობაში და რაღაცა ასე თუ ისე ფული იშოვებოდა და ეხლაც კი აი ბაზრობაზე რო გახვიდე და რო დაელაპარაკო ვაჭრებს, ბევრი გეტყვის რომ ზოგი ფიზიკოსია, ზოგი მათემატიკოსია, ზოგი ისინი ახლა ბრძოლებად მუშაობენ. აბა რაკნა რაღაცი თავი ხომ ერჩინათ. ყველაფერი ამას მოყვა მე ესე იგი აი ეს ნაცმოძრაობის მოსვლა ხელისუფლებაში, რომელმაც გამოაცხადა რომ 40 ასაკის ზეოთო ხე არ მინდაო ბაღშიო და ესე იგი ასაკის ცენზი დაუწესეს იმას რა ქვია ყველას და მათ შორის პროფესორებს და მასწავლებლებს და ეხლა ის არის რა ქვია 40 წელზე უფრო უმცროსი პროფესორი როგორი ის არის რა ქვია მისაღები შეიძლება იყოს მით უმეტეს გაზრდილი იმ დროს როცა ბნელი და უკუნეთი იყო ხო ქვეყანაში ხო და მასობრივად ესე იგი აი ბითუმად გამოყარეს უმაღლესი სასწავლებლებიდან და მათ შორის სკოლებიდანაც კი კვალიფიციური პედაგოგები, კვალიფიციური პროფესორები და მათი ადგილი დააკავებინეს თავის პარტიულ აქტივს. კი ბატონო. და სხვათა შორის ეს მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა. ხო და ამას არავინ არ აპროტესტებს. ხო და ეხლა თუ ესე იგი ყველა ვისაც რაღაცის სწავლების თავი ქონდა და თუ კი ყველა კვალიფიციური ისა რა ქვია კადრი გაყარე განათლების სისტემიდან საიდან იქნება ეს კარგი განათლება? ციდან ხო არ ჩამოიყრება? აბა შენათქმათ. ამას თავი გავანებოთ. მე შეხედეთ ესე იგი იგივე ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს და მერეც უკვე ამ ხელისუფლების დროსაც, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით ესე იგი პრაქტიკულად უმეტესობათი 90% სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებისა დაიხურა. შევარდნაძის დროსაც დაიხურა. შევარდნაძის დროსაც დაიხურა, კი ბატონო, ესე იგი ხალხი გაყარეს ქუჩაში
ესე იგი წარმოუდგენელი უზარმაზარი მილიონობით ღირებულების ესე იგი სამეცნიერო კვლევითი აღჭურვილობა ქუჩაში გაყარეს და მე ჯარში წაიღეს და ასე შემდეგ თავისი წონაფული როგიდა ისეთი დანადგარები რომელიც კიდევ ძალიან დიდხანს იმუშავებდა იმიტომ რომ კვლევითი ინსტიტუტის დანადგარი ჩარკი ხო არ არის რომელიც წდება ყოველდღე მუშაობდა წდება ხო ის არის მიკროსკოპი მე-19 საუკუნეში რო იყო ის 21-შიც იმუშავებს ხო და მოკლედ პრაქტიკულად ხელით ნაჯახით წერაქვით ჩვენ თვითონ იმიტომ რომ ესენი ჩვენა ვართ ხო ნაცები ჩვენა ვართ კოცები ჩვენა ვართ და ყველა ჩვენა ვართ იმიტომ რომ ჩვენი ხალხისგან არის შედგება ჩვენ თვითონ დავანგრიეთ და მოვსწრეთ ჩვენი განათლების სისტემა მოვასწრებინეთ ხო ზოგმა მოვსწრეთ ზოგმა კიდე მივეცით საშუალება რომ მოესწროთ ხო და ეხლა რა უნდა ვქნათ ვიცით განა არ ვიცით ჩვენ თუ ეხლა დავიწყებთ ლაპარაკობ დღეს ეს მდგომარეობა და აბა რა ვქნათ ან კიდე მაგალითად როცა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს რომ განათლებაში რეფორმები ჩაატაროს და ცდილობს თვითონ დაგეგმოს როგორი უნდა იყოს რამდენი ფაკულტეტი უნდა იყოს და ასე შემდეგ ეს კიდევ ერთი უზარმაზარი შეცდომაა იმიტომ რომ კაცო შენ თუ დღეს დაგეგმავ რომ სიტყვაზე მაგალითად ამდენი რაღაცა 500 თუ 1000 ინჟინერი გჭირდება მაგრამ აი ეს წარმოების გრევა თუ კი რამე არის შენარჩუნებული ხო ეს განუხრელად ისე გრძელდება ის 4 წელი თუ 5 წელი დღეს რო შენ დაგეგმე და სიტყვაზე 10000 გჭირდებოდა აქ ჩაწერე 5 წელი რო გავა ის 10000 აღარ იქნება საჭირო შენ თუ ეს გრევა გააგრძელებ უძვირად და გრევას რა აგრძელებს გრევას აგრძელებს პროიმპორტული პოლიტიკა რომლის შეცვლასაც არ აპირებ და არ აპირებ რომ ესე იგი ხელი შეუწყო საკუთარ ქვეყანაში ინდუსტრიების განვითარებას შენ არ აპირებ რომ ესე იგი საქართველოს ხალხმა ფეხი მოიდგას ამ ქვეყანაში და კონდეს წარმოებისა და ბაზრის საშუალება, ანუ გაყიდვის რეალიზაციის საშუალება და შესაბამისად შენარჩუნდეს მოსახლეობა ქალაქში იქნება თუ სოფელში იქნება და არ გაიქცეს, ამისთვის არაფერს არ აკეთებ, პირიქით საწინააღმდეგოს აკეთებ. მაშინ გამოდის რომ რა გამოდის, ესე იგი შენებლობა იმისთვის გჭირდება რომ უცხოელები ჩამოასახლო, მოდი პირდაპირ ვთქვა, თუ მუშახელად და თუ მყიდველად უცხოელების ჩამოსახლებად გჭირდება დეველოპინგი და მშენებლობა, განათლების სისტემა გჭირდება იმისათვის რომ უცხოელები ჩამოიყვანო და აქ ასწავლო და აქედან ბიუჯეტში ფული მიიღო და გამოდის რომ მთელი საქართველო მიმართული არის უცხოეთის კეთილდღეობაზე. უცხოეთის მომსახურებაზე. მომსახურებაზე მათი კეთილდღეობისათვის. და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას რა უყურთ? არა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე. კი ბატონო. ბაბანსოსო, განცემის დასაწყისში მე ესეთი საკითხის დავსვი. კარგი. დანგრეული, უკვე დანგრეულია. ჩვენ წინა გადაცემებში უკვე დავიწყეთ ძიება იმისი, რანაირად შეიძლება ცოტა გაჯანსაღდეს ეს ეკონომიკა და დაუშვათ უკვე ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ქართველების სასარგებლოდ კანონმდებლობაც, მთავრობაც და ხალხთან უნდა გავშალოთ ეკონომიკა. რა რესურსი გააჩნია დღეობით აი ჩვენს ქვეყანას, რომ დავუშვათ ან წარმოება გაშალოს, ან სოფლის მეურნეობა გაშალოს, ან წიაღისეულის მოპოვება გაშალოს. გვაქვს ეს რესურსი. რატო ვსვავ ეს საკითხს? იმიტომ რომ ძალიან ვახსენეთ ჩვენ რომ ქარხანა დავუშვათ რომ ააშენო ამ ქარხანას უნდა გასაღების ბაზარი. ხო, რაღაც პროდუქცია რო შეიქმნას. თუ წიაღისეულის მოპოვება არც ერთი წიაღისეული მადანი საქართველოს აღარ არის. ყველა 50-60, ზოგი 80 წლით და ზოგი 100 წლით გადაცემული აქვს ვიღაც უცხოელ კომპანიებს
კერძო პირებს, ვიღაც ოლიგარქებს, მაგალითად ჭიათურმანგანეცი გადაცემული არის უკრაინელი ვიღაც კოლომოისკიზე, რომელიც ციხეში ზის ახლა ჯებჯებლაში იყო რომელიც ციხეში და მის საკუთრება ჭიათურმანგანული. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მოაჩინეთ ისიც რომ ქართული წყალი ლუგევა ერთ-ერთი მეპატრონე არა საქართველოს მოქალაქეა. ლუგევა არის ბორჯომის საკუთრებისები არის. ბორჯომი რუსული კომპანიისა სპილენძისა და ოქროს მაგანი ასევე რუსების და ავსტრალიელების როგორც ამბობენ არის. არა, ავსტრალიელები დიდი ხანი აღარ არის. რუსები ხო და ჩვენი ნავთობი თუ გვაქვს ნავთობი კიდევ ეს სოკარის არის, რაც ქართულ გაზს სოკარი აწარმოებს. ხო, არა წარმოებს ეს კიდის აზერბაიჯანი და ეს მოპოვებელი არ არის და ნავთობს რაც შეეხება იქ ქართულ-ამერიკული კომპანია. თუ ინგლისური ჯორჯიან ბრიტიშოვი კომპანია. არა, ქართულ-ამერიკული. იმაზეა ლაპარაკი ვაზიანი თუ რა სარტიჭალაზე ხო მოკლედ ხო არა გამოვეცეთ იმისთვის რომ ეკონომიკა გავაჯანსაღოთ რა გვაქვს საქმე რა არის იცით რომ ქართულებს კაი ანდაზები გვაქვს ხო და რა თქმა უნდა რომ ესო ისეთი ქალიაო ცივ ქვაზე ააშენებსო ღონიო ოჯახს ცივ ქვაზე ეს ითქმის ქალზეც და კაცზეც დედაკაცზეც და მამაკაცზეც კაცო თუ ქვეყნის მართლობაში მოვიდა ქვეყნის სიყვარული თანთებული განათლებული და გერგილიანი ჯგუფი ადამიანების ხო ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს იმაზე რაც აუცილებელია ხო და ეხლა ვიღაც ცხადია ხა ვიღაცისა იქნება ესე წავიდა რომ საქმე მაგრამ საქმე ეს არის რომ იყოს მესაკუთრე ის თავია შენის მთლიან შრომის ფერხულში ისე მოაქციო რომ ის გახდეს საქართველოს აღორძინების ხელშემწყობი ხო და მე რა რო სხვის ის არის არა ქართველია არა აქ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიზნესმენს არ ევალება რომ აუცილებლად დიდი პატრიოტი იყოს ბიზნესმენს უნდა შენ შეუქმნა ისეთი პირობები რომ მან თავისი სარგებელი დაინახოს და ჰქონდეს ნამდვილად ამ ქვეყნის აღორძინებაში და იყოს ფრანგი რა მნიშვნელობა აქვს ვინც გინდა იყოს ხო და მოგეთ ესეთი მდგომარეობა და ეხლა რო განვიხილოთ ეხლა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები რო განვიხილოთ არის კი რესურსების ქონა წარმატების გარანტია მაგალითად რუსებს აქვს უზღვავი რესურსები მაგრამ არის რუსეთში ყველაზე დიდარი ხალხი მოსახლეობა დიდარია არა ეხლა მაგალითად რუსების ბლოგებს უსმენდი ამ ბოლო ხანებში და მაგალითად რუსეთში რო არის დღესაც კი საშინელი უგზოობა ხო და სოფლის რეიონებში საქართველოში ესე არ არის საქართველოში მეტნაკლები ძები არის ხო სადაც ხევსურეთში ხა ხევსურეთში ც ну црат ყველაზე მაღალ ფენში არა მაგრამ იქ ხალხიც არ ცხოვრობს ну სადაც ხალხი ცხოვრობს სოფლებში სადაც არის შუქი არა აქვს არაფერი არა აქვს შუქი რატო დილას ამოდის მზე და შუქიც არის ეგარი დღე მოკლეა იქ ვიდრე მალევე ჩადის მოკლედ ისეთ თქმა რომ აი მაგალითად რო ავიღოთ იაპონია ხო იაპონია უკიდურესად ღარიბია რესურსებით მაგრამ ყველა ერთ-ერთი უმდიდრესი ხალხი ზუსტად ცხოვრობს იაპონიაში. ეხლა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდით იაპონიას უსწრებს და სწორი ეს განა იაპონიას სიმდიდრით კი არ უსწრებს, ზრდით უსწრებს, იმიტომ რომ შენ თუ დღეს არაფერი არ აქვს და ხვალე რაღაცა 5 ერთეული გაქვს 500%-ის დაგამოდის კაცო. არაფრიდან 5-მდე. ხო და ამ დროს ესე იგი იქ უკვე ყველაფერი აქვს, განვითარების საშუალება არის მხოლოდ სიღრმისეული. ექსტენსიური განვითარება ხო და რო ავიღოთ თქვა იგივე მაგალითად ერთ-ერთი უმდიდრესი ხალხი არის ისლანდიელი ხალხი. საერთოდ არაფერი არ აქვს, ერთ-ერთი ცხელი გეიზერები აქვს და ზღვაში არის თევზი.
მეტი, აი ეს ზუსტად მეტი არაფერი არ არის. ისრაელი გეიზერებს არაფერში გამოსადეგი არ არის, იმიტომ რადიოაქტიულია სულ და მაინც ბანაობენ რა. ხოდა ეგ ერთი და მერე ის არის რა ქვია, გათხოვება აქვს იმ გეიზერებს. გათხოვება აქვს და გზებსაც, გზების ქვეშ მილები არის გაყვანილი და გზებს ათბობენ და ამიტომ გზები არ იყინება, ლიფრინული არ არის, შარია სულ გზები. ხოდა მეტი სხვა არაფერი არ აქვს, მაგრამ უმდიდრესი ხალხი, ესე იგი რო ვთქვათ, ესე იგი ერთობლივად ყველა მდიდარია. ისლანდიაში ღარიბი ხალხი არ არსებობს. ნორვეგიაც ესეა და დანიაც ესეა. ხო, კი ბატონო. ხოდა ასე რომ თვითონ ესე იგი რესურსების არსებობა ეგ არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი რა არის? გადამწყვეტი არის ადამიანი და მისი ტვინი, ჭკუა. ეგ არის ყველაზე მთავარი და ეს რესურსი ჩვენ გვაქვს, ზოგადად და გვაქვს. მაგრამ ეს ამ ხალხს არავინ არ უშვებს, არც პოლიტიკაში, არც ქვეყნის მმართველობაში. იმიტომ რომ აი ზუსტად განსაკუთრებით ყველანაირი ღონისძიებებს მიმართავენ, რომ ჭკვიანი ადამიანები, ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლების სათავეში არ მოვიდნენ არაერთი შემთხვევაში. ამიტომაც გვაქვს ესეთი გამანადგურებელი ვარდნა. დღეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ეს ეკონომიკური ზრდა კი არ არის. ეს არის აი ზრდა არის იმ ტიპის, რომელიც რესურსებს გამორეცხავს ჩვენი ეკონომიკა. ეს უკანასკენ მიწის ნაგლეჯებს ხდიან. და ეს სინამდვილეში ეს ზრდა ნიშნავს ეკონომიკურ ვარდნას, საოცრად ვარდნას. თუ ეს ვარდნა არ არის, მაშინ ვინმე გამწეს პასუხი, რატო არ ჩერდება ქვეყნიდან ხალხის გაქცევა, რატო გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან როგორც უბედურების ზონიდან და რატო არ ბრუნდება, თუ ეკონომიკური ზრდა არის, მაშინ უნდა ახალი სამუშაო ადგილები იქნებოდეს დიდი რაოდენობით და მაღალი ანაზღაურებით და აქ უნდა ყველას უნდა უნდოდეს აქ ჩამოსვლა და მუშაობის დაწყება და ცხოვრების აწყობა. ძალიან კარგი ფრაზა თქვით თქვენ ბატონო სოსო, ცოტა ადრესული კარგი. არა, აი ეხლა უყურეთ რომელმაც გამიჩინა მე უბრალოდ ესეთი კითხვა და რომელიც აუცილებლად უნდა დავსვა. თქვენ თქვით რომ არსებობს საქართველოში პატრიოტი ხალხიც, არსებობს მცოდნე ხალხიც, არსებობს ეკონომიკის მცოდნეც, მედიცინის მცოდნეც, საინჟინრო საქმის მცოდნეც, წარმოების მცოდნეც, სულ ყველა თან პატრიოტებიც. მაგრამ მათ არ უშვებენ ამ საქმემდე. სად იბლოკება, ვინ ბლოკავს ამას ბატონო სოსო? ვინ უნდა იყოს დაინტერესებული იმითი, რომ საქართველოში პატრიოტი კაცი არ მოვიდეს სათავეში? ო, ცოტა რთული კითხვაა, უბრალოდ ესე გამოვიდა. და რატო გამოვიდა? თავისით არაფერი არ გამოდის ამ ქვეყანაზე. თავისით არაფერი არ გამოდის, კი ბატონო, მაგრამ ახლა მე საქმე ის არის, რომ აი როგორ გითხრათ, ასაკს აქვს თავისი პრივილეგიები კი არა და თავისი პლუსები. პლუსები და მინუსები. მინუსებიც აქვს, მაგრამ აი რაღაც მინუსები ხა ყველა არ უნდა შეგედავებათ, რომ მინუსები ბევრი აქვს ძალიან, მაგრამ პლუსებიც აქვს მეთქი. კი ბატონო. ამის თქმა. ხოდა იმის გამო რომ მე უკვე პატარა ბიჭი აღარა ვარ, მე მახსოვს და პირადად ვიცნობდი, სახელიც ვიცი და გვარიც ვიცი, რომელიც 92 წლის გაზაფხულიდან თუ არა და მე მგონი ჯერ თებერვლიდან უკვე საქართველოს ხელისუფლებაში იჯდა ის მრჩეველი რა ენაზე მოდგას და არ ვიტყვი მოდი. მაგრამ ვიცი სახელმწიფო შემიძლია ამ თვითონ თქვა. ის ამერიკელი მრჩეველი რომლის ჭკუაზეც დადიოდა მთელი ეკონომიკური ბლოკი და ეკონომიკური ბლოკი უკვე პრეზიდენტს, ვინც იყო მაშინ სახელმწიფოს მეთაური ერქვა თუ რაღაცა როგორც იყო შევარდნაძეზე ვლაპარაკობ. ხო და იმას აწვდიდა, ანუ მთელ მაშინდელ ხელისუფლებას იმის სიზმრებით დავიწყეთ ცხოვრება და ის სიზმრები გრძელდება დღესაც. დღესაც კი ბატონო და იქიდან დაიწყო ლაპარაკი ბატონმა რომან გოცირიძემ, რომ დღეს განვითარებულ მსოფლიოში არის დეინდუსტრიალიზაციის ეპოქა და ჩვენ ინდუსტრია არ აღჭირდება და ამიტომ ფასი არ აქვს, გროში ფასი არ აქვს ჩვენ ფაბრიკა ქარხნებს, იქ დგას აღჭურვილობას, დანადგარებს, არაფერს და ესე იგი, ეს რომ წავიდა მერე მაშინ ჯერ კიდევ არ იყო 98 წლის გაზაფხულზე და დასაწყისში და მერე რომ წავიდა მასობრივად ამისი ჯართა გაყიდვა და ესე იგი მთელი ინდუსტრიების ნგრევა და მოსპობა და ხალხის მასობრივად
უმუშევრობა და ესე იგი საოცარი სიღატაკე ჩამოვარდა ამის გამო. ხო, ქვეყანა წარმოიდგინეთ, რომ ეს უამრავი მილიონობით ხალხი მუშაობდა და უცბად აღარ მუშაობს. ხო? მე მოვიდა და დანაზოგი ფულიც აწაფნეს. ხო, და მე ეს ბანკების რაღაც ისო იყო, ბანკების წყალებში, ესე იგი ფულები შემოიტანეთო, ну, მოკლედ ამის გახსენება. სახალხო ბანკი რო შექმნეს. ხო, ეგ საბანკო სისტემის გრევა და წყალებში რეფორმირება, ანუ პრიხვატიზაცია, ანუ ესე იგი მიტაცება საბანკო სისტემის. ну, ასე შემდეგ და ახლა მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ის, რომ მაშინ მას მე თვითონ ვერ ხვდებოდი, უნდა გითხრათ. იმიტომ რომ ეს მქონდა ტვინში ჩაბეჭდილი, რომ ქვეყანა არ შეიძლება ინდუსტრიის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ მე როგორც ჟურნალისტი ყოველთვის მუშაობდი იყო ხოლმე ჟურნალ გაზეთებში რეწველობის განყოფილება. იყო სოფლის მეურნეობისაც იყო და მრეწველობისაც იყო. ჩემი პროფილი იყო მრეწველობა და ზოგადად რასაც ახლა ეკონომიკას ვეძახდით, მაშინ ეკონომიკას არ ვეძახდით. ის ან სახალხო მეურნეობა იყო, ან მრეწველობა იყო, ან რაღაც ეგეთი იყო, ხო, მაგრამ ეს იყო ჩემი სფერო და ზუსტად ვიცოდი, აი ხუთი თითივით ვიცოდი, სად რა ქარხანა იყო, ვინაც უშვებდა, ვის რა ხარისხის რა საქონელი ჰქონდა, ვინ როგორ იყო აღჭურვილი, სხვა ყველაფერი და მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩვენი ინდუსტრიები რა თქმა უნდა ნაწილობრივ მოძველებული იყო და ნაწილობრივ ამორტიზებული იყო, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი იყო შესანიშნავი მდგომარეობაში. გადაიარაღება, გადაიარაღების გარეშეც იყო მშვენიერი ინდუსტრიული საფუძველი. რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აი ეს გეგმები რაც ჰქონდა ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ქარხნებს, აი ეს მოცულობები საჭირო აღარ იქნებოდა. უბრალოდ ამდენს ვეღარ გაყიდინი, მაგრამ თუ ამის თქვა 2/3 შეინარჩუნებდი, ხო, იმ 2/3-ისათვის საუკეთესო აღჭურვილობა იყო სავსე, რამდენიც გინდა. ქვეყანას, რომელსაც თავისი ჩამხშენებელი ქარხანა ექნება, იმას ნებისმიერი დანადგარის გაკეთების საშუალება არც საიდან შემოსატანი არ აქვს. რა თქმა უნდა. და უყურეთ, მაშინ სიყალბერაში იყო. იცით, ეს საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე იყო თურმე მორგებული, ესე ლაპარაკობდნენ და გასაღების ბაზარი საბჭოთა კავშირი იყო. ეხლა დაიშალა საბჭოთა კავშირი, გასაღების ბაზარი გაქრა თურმე. გასქვე გაქრა, საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ იქ ხალხი ხوار დაიხოცნენ არა. ელმავალს დღესაც ეხვეწებოდა, ბოლომდე ეხვეწებოდა, ელმავალს შედებელი ქარხანა არ დახუროთ, იმდენ სუმე ვიყიდიო, რუსეთი ეუბნებოდა. არა, გაანადგურეს. ესევე ვაგონშემკეთებელი. ესევე ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ისევე ესე იგი მეტროს სარემონტო. ძალიან კარგია, პასუხიც კარგად გამოგივიდათ თქვენ, რომ ესე იგი თუ დღეს იგივე გრძელდება, ესე იგი საქართველოს ეკონომიკის აღორძინება ქართველ მესვეურებს კი არა, ქართველ მესვეურებს ვინც კარნახობენ მათ არ აწყობთ. ვინც კარნახობენ. და ვინ კარნახობენ მათ? ხოდი კითხვა დავსვათ. ვინ კარნახობენ? ზუსტად ის გაუთავებელი მიგვიღეთ, არ მიგვიღებთ, მიგვიღეთ, ვაკაკუნებთ, დაანებეთ ხალხო თავი რა. თქვენ ქვეყანაზე იფიქრეთ. ცოცხის აღება უნდა, დაგვა უნდა და დასუფთავება რომ მიიღოს სტუმარი. კი ბატონო. ვის უნდა ველოდოთ, კაცო? კი ბატონო. ეხლა მოდით ესე იგი აი ეს ამ ჩვენმა მსჯელობამ ხო თავისთავად მეგვიყანა იმის პასუხამდე თუ ვინ არ უშვებს კვალიფიციურ და პატრიოტ ადამიანებს, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, აი მაღალ საფეხურებს. ქვეყნის მესვეურები აუცილებლად უნდა იყვნენ საშუალოზე დაბალი გონებრივი შესაძლებლობების. აუცილებლად. ეს გარედან არის მოთხოვნა. და აუცილებლად უნდა იყვნენ როგორ გითხრათ, თავის
წმენა და თავისი ცოდნა არ უნდა ქონდეს და წმენა არ უნდა ქონდეს თავისი იმისათვის რომ შენს მცდარ რეკომენდაციებს დაემორჩილო. თორე როცა კაცმა იცის რომ ეს 100-ია სწორი და 100%-იანი 100-ია სწორი და შენ ეუბნები რაღაცა არასწორს, ნუ მესმის ხო ახლა მესმის რომ ის ესე იგი ფულის ამბავია, ესე იგი შენ თუ დახუჭავ თვალებს და აი ამ ტყუილს დაეთანხმები და მე ხელს შეუწყობ და ამ ტყუილის დანერგვა შენ ქვეყანაში შენ თვითონ კარგად იცხოვრებ, ხო? პრაქტიკულად მოხდა მოახდებოდა მთელი იმ პოლიტიკური სპექტრის, რაც საქართველოში არსებობდა და ხდებოდა ასევე კონტროლი ამ პოლიტიკური სპექტრში ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნისა თუ ვერ წარმოქმნის და ესე იგი წვანე ეთებოდა მხოლოდ იმ ადამიანებს და იმ ჯგუფებს, რომლებიც იყვნენ მორჩილნი და რომლებიც მზად იყვნენ რომ ფულზე გაეყიდათ ქვეყანა. ახლა მე მახსენდება ერთი ისა რა ქვია მიხეილ გვარი აღარ მახსოვს უკრაინელი ერთ-ერთი რეპრესირებული პოლიტიკოსის გვარი ისა პირდაპირ მისი ინტერვიუ მახსენდება ჩაპლიგა მიხეილ ჩაპლიგა რომელიც ძინათ რეპრესირებული იყო ყველაფერი ჩამწრეული ჰქონდა რა მოკლედ იმაში გაატარეს რა ხორცსაკებ მანქანაში გაატარეს ხო და ის ყვება რომ ლონდონში ჩატენ ჰაუსში ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსები როგორი ხალისით ყიდნენ სამშობლოს აი პირდაპირ აი ამ ფრაზას ყვება არა მხოლოდ ქართველების ხვევით მაგრამ ქართველები როგორი დიდი ხალისით განსაკუთრებული ხალისით ხო და აი ესეთი მდგომარეობა არის დღესაც დღემდე ესეთი მდგომარეობა როცა ჩვენი პოლიტიკოსები და აი დღეს ხელისუფლებაში არსებული ადამიანები გამოდიან და ეხა დებატები დაიწყეს და უსმენ ხოლმე ბიჭო საოცარი არის ერთხელ არ უხსენებიათ რომ ქვეყნის კეთილდღეობას რა ჭირდება ეს არის ბატონ ზაქარია 2x2 4 ესე იგი ამაზე არც აქსიომა ამაზე კამათი შეუძლებელია ამაზე თუ ვინმე კამათს იწყებს ესე იგი ჩათვალიერო დეგენერატია რა საერთოდ მასთან კამათ საერთოდ ლაპარაკს აზრი არა რომ არაფერი სხვა კაცობრიობას არ მოუგონია იმის გარდა რომ უნდა იმუშავოს აწარმოოს და მოიხმაროს მეტი არაფერი არ არის კაცო ღმერთმა უთხრა ადამს და ევას წესია ეს ხო რომ ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო არსებობი ოფლითა შენითა ესე იგი შრომითა შენითა ხო იმუშავე აწარმოე და მოიხმარე შენი შრომის ნაყოფი მორჩა არ უნდა იმუშაოთ თურმე არ უნდა იმუშავო უნდა პური რუსეთიდან შემოიტანო კინა ჩინეთიდან ისიქიდან ესაკედან და შენ ხართეძოზე რითი აი არ ვიცი არა ფული უნდა ისესხო და იმით ფული უნდა ისესხო არა მარტო ფული უნდა ისესხო ბენდუკიძემ ძალიან კარგად თქვა სოფელს რა ეშველებაო თუ კი სოფელს ჩვენ ყურადღებას არ მივაქცევთ რა ჩემი საქმეაო კაცები წავიდნენ და იქურდონო და ქალები წავიდნენ და იბოზონო თქვა ის იყო რა ქვია ვიცე-პრემიერი იყო და ეკონომიკის მინისტრი იყო და სახელმწიფო მინისტრი იყო ეკონომიკის სახელმწიფო და ის იყო რა ქვია მაგის ჭკუით ტარდებოდა ეგრეთ წოდებული რეფორმები მაგას თუ ჭკუა ქვია მას სხვაგვარად მაგ ბენდუკიძეს გარდა და ითვლებოდა რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში კითხეს ყველაფერი იყიდებაო და კიო ყველაფერი იყიდებაო ყველაფერის გაყიდვა შეიძლებაო სინდისისაც ცოტა გააჩნია რამდენს გადაიხდით თქვა გააჩნია რამდენს არა მე მახსოვს რომ სინდისის გარდაო მაგრამ სინდისი პირველ რიგში იყიდებოდა სინამდვილეში ბატონო ადამიანი რომელიც ისე რომ აი თქვათ რა შეიძლება ქვეყანას მე გეუბნებით ძალიან მარტივი სქემა არის რაც დრო გადის უფრო და უფრო ძნელი ხდება რა თქმა უნდა დადგება ის დრო და ძალიან მოკლე ხანში დადგება როცა უკან მოbrunება და ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ქართველობის გადარჩენისკენ შემოbrunება უკვე შეუძლებელია ეს უკვე ძალიან მალე აი აქვე არის ახლოს არის მაგრამ დღეს რო ვთქვათ დღეს ეს კიდევ შესაძლებელია მაგრამ როგორ დღეს შენ რო გამოაცხადო რომ თავარი არის ესე იგი თავარი არის ის საქართველოს მრეწველობა
ხაზგასმით, ესე იგი მრეწველობა. რატო? იმიტომ რომ საქართველოს არ აკლია ვაჭრობა, არ აკლია ის არის მშენებლობა, ეს მშენებლობა უკვე გახდა ქვეყნის განვითარების კი არა, ქვეყნის მოსპობის სიმბოლო. იარაღად იქცა უკვე. არ არის საჭირო ამდენი მშენებლობა და ამდენი უცხოელის შემოყვანა ამ მშენებლობის მიზეზით. ხო და რა აკლია დღეს? არაფერი არ აკლია, მხოლოდ წარმოება. წარმოება სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება, სუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა და ყველანაირი სხვა მრეწველობა. რა თქმა უნდა, იმაზე კი არა ლაპარაკი, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროინდელი სტრუქტურა აღვადგინოთ, იმისავდენა იცოცხლე კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგ უკვე მაგას როდის შევძლებ, მაგას ცოტა ბევრი დრო უნდა და არაფცალია. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ რა შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია სასწრაფოდ გავაკეთოთ ის, რომ ესე იგი შევქმნათ, თავიდან უნდა შევქმნათ სუბუქი მრეწველობა, პირველ რიგში სუბუქი მრეწველობა. როგორ უნდა შევქმნათ? ძალიან მარტივია, არაფერი პრობლემა არ არის. ესე იგი ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს სამკერვალო მრეწველობა, არა გვაქვს ფეხსაცმლის მრეწველობა, არა გვაქვს უქსოვადი მოგწესებანი ნაბადი და ამდაგვარი ქვია უქსოვადი, აი ესეთი მაუთკამბოლი. ეს ყველაფერი არა გვაქვს დღეს და უნდა გამოვაცხადოთ, რომ დღეიდან, აი დღევანდელი თარიღიდან მოყოლებული, ვინც საქართველოში ამაში ინვესტიციას ჩადებს და ამ საქმეს ხელს მოკიდებს, ხო, იმას მივცემთ კრედიტს მივცემთ წლიური 3%-ით, 3-4%-ით მაქსიმუმ, ხო? და გადასახადებით 30 წლის განმავლობაში არაფერს არ გადავახტევინებთ. არ სჭირდება ამას, რომ ახლა პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, რომელსაც ხვალ დაიჭერენ და ზეგს დაიჭერენ, დღეს ამ ხალხმა დაგეგმოს ის, რომ აბა რამდენი ფეხსაცმელი უნდა შეკეროს ქუთაისმა და რამდენი თბილისმა და რამდენი ქურთუკი სადუნაში. ეგ არ არის შენი საქმე, მორჩა კაცო, ეს დამთავრდა. არ არის ეს გეგმიური ეკონომიკა. დღეს სხვა დრო არის. მაგრამ აქ ისმის კითხვა, რომ კი მაგრამ ეს ყველაფერი ხო შემოაქვს ჩინეთს, თურქეთს, იმას, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ იმას ვახდევინებთ ყველა გადასახადს. და ჩვენსაც არაფერს არ გადავახდევინებთ. ჩვენ იმას გადასახადსაც ვახდევინებთ და თუ ჩვენ ვაწარმოებთ იმას, ისეთი პროცენტით უნდა დაიბეგროს მათი შემოსვლა, რომ მაგ ბაზარი არ უნდა. არა, იმას ეგრეც ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები გვაქვს იმათთან დადებული ყველასთან, მათ შორის იმაზე, რა ქვია, მოკლედ ისე რომ ვაჟის გარეშე შემოვაქვთ რა. აი ესეთი ხელშეკრულებები გვაქვს გრძელვადიანი და ეგა ექსპორტს მერე ბაზარს ამიტომ სხვა გზა აი რუსები რო ძახიან რომ против лома нет приема და против лома есть другой лом. აი ეგ არის ხო და другой лом არის რა? ის არის რომ ის იმას ვერ გაუზდი შენ გადასახადებს, მაგრამ რაღაც გადასახადები დღეს გვაქვს. მე ჩემსას ისე გავა თავისუფლებ რომ საერთოდ არ ექნება. და ნახავთ მე ჩინეთი მომიგებს თუ არა ომს. ვერ მომიგებს. იმიტომ რომ ჩინეთი საქართველოს გულისათვის თავის რაღაცა დარგს ვერ გაათავისუფლებს გადასახადებისაგან. მას შეუძლია და ამას აკეთებენ, ისედაც აკეთებენ, თურქეთი, ჩინეთი, ყველა აკეთებს პრაქტიკულად, რომ ესე იგი სუბსიდირება გაუკეთოს. ესე იგი საქართველოს ესე მოსპეს სოფლის მეურნეობა ზუსტად საქართველოს. მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? ესე იგი ეს არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული არ არის, შენ სარკისებური გადასახადები უნდა დაუწესო. ინფორმაცია არ იფარება, ყველაფერი ვიცით, ვისა და რა სუბსიდია აქვს და ის სუბსიდია რაც იმას სახელმწიფო მისცა, აქ ჩვენ საბაჟოზე უნდა გადაახდევინო იმდენივე. რამდენიც იმას შეღავათი მისცა, ხო? ჯერ თან ბიუჯეტში ფული შემოვა და თან კიდე ესა ვერ იქნება იმათი ექსპანსია წამლეკავი. ჩვენ კიდე გამოუშვებთ ჩვენს ტანსაცმელს, ჩვენს ფეხსაცმელს, ჩვენი ხალხი იმუშავებს, ჩვენ კარგი დიზაინერები გვყავს. ყველაფერში კი ბატონო, ხო და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აბრეშუმიც ამუშაოთ. ყველაფერი შეგვიძლია. განდა ამისა საქართველოს ძალიან ჯერ კიდე ცოცხლები არიან ეს ხალხი და ძალიან ბევრი ნოვატორები ყავს და ნოვაციის პატრონი. იცი რა არის, ჩვენ რომ მთავრობამ ეხლა დაიწყოს ძებნა, აბა ვის ძველი სპეციალისტები მოვიდნენ, ეს არის დამღუპველი. შენ როხან მთავრობა შენი საქმე არის რომ მოაწყოს ინვესტიციო პოლიტიკა. შენ უნდა გამოაცხადო და გაათავისუფლო და
გადასახადებისაგან და იმ სპეციალისტებს და იმას ის ბიზნესმენები მოძებნიან, მაშინები მოძებნიან, უცბად მოძებნიან. ეჭვია შეგეპაროს. თანაც მოძებნიან, ახლა დღეს შეიძლება ეს 35 და 40 წლის წინ რო კარგი იყო ის დანადგარი, დღეს იმაზე უკეთესი არსებობს. მაგალითად ახლა მე ვეღვინეობაში ცოტა ვერ ყვევი. აი მაგალითად ახლა ისა რა ქვია კარგი ღვინო გამოდის მაშინ რომ მოკრეფიდან 29 საათში თუ დაწურე საუკეთესო ღვინო გამოდის. რატომ? იმიტომ რომ როგორც კი შენ მოკრეფავ და როცა როგორც კი ესე იგი წვენი გამოსვლას იწყებს, ის მაშინვე იჟანგება. რაც მეტი იჟანგება და რაც უფრო დიდხანს იჟანგება, უარესდება ღვინის ხარისხი. კრეფავენ და პირდაპირ ვენახში წურავენ. და არის ესეთი დანადგარები, რომელიც აგრილებს, ის დანადგარი რა არის? ცისტერნა, ორკედლიანი და მოსამაც გამაგრილებელი სისტემა აქვს რა და კიდეც იწურება და კიდეც გადადის და ვენახში დგას პირდაპირ ესე იგი ღვინის ქარხანა ვენახში. ხო და ისე რომ არაფერი საოცარი არ არის. დღეს ჩვენ ქვეყანას რაც ანადგურებს, ეს არის დამაქცევარი ეკონომიკური პოლიტიკა. აი დამაქცევარი თავიდან ბოლომდე დაწყებული კონსტიტუციიდან კონსტიტუცია არის საქართველოს კონსტიტუცია არის ისეთი სასაცილო ისეთი სასაცილო ესე იგი აი სასაცილო რო არ იყოს მაშინ სატირალი იქნებოდა მაგრამ სატირალზე უფრო უარესია იმიტომ რომ არაფერი არ მოეთხოვება კაცო კონსტიტუცია არაფერს არ ათხოვს მინისტრთა კაბინეტს პრემიერ მინისტრს არ ათხოვს არაფერზე პასუხისმგებელი არ არის ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ლარზე და ეხლა დამიწყეს ლაპარაკი რატოა ძვირიფასები. ძვირიფასები იმიტოა რომ ყველაფრის წამლეკავი მონოპოლიზაცია და სადაც მონოპოლიზაცია არ არის, იქ არის 2-3 მონოპოლისტი, რაც ჯამში შეადგენს ოლიგოპოლიას, ესენი ადვილად თანხმდებიან ფასებზე, შეთანხმდებიან ამდენად გავყიდოთ, всё. აქედან აქამდე ფასების დერეფანი ქვია მას, რა. არ აქედან აქამდე შეიძლება ცოტა 2 თეთრი, 3 თეთრი ათამაშო. ეგ არის ხო და იმიტოა ძვირფასები შეთანხმდე რომ ძვირად გავყიდოთ ხიდიან ძვირად ეხლა დაიშველება ამას ნაღდი და სწორი ისა რა ქვია პოლიტიკა არის ის რომ შენ უნდა გქონდეს ძრავი ანტიმონოპოლიური რეგულირება ამისათვის უნდა აიღო მაგალითად კარგი მაგალითი სხვანაირი ეკონომიკა სულ სხვანაირი ამერიკის და ამიტომ ბრმად მიბაძო ამერიკის არ ვარგა ძალიან დიდი სახელმწიფოა სუპერ სახელმწიფო მაგრამ ზოგიერთ დარგში აი მაგალითად ანტიმონოპოლიური რეგულირება შეიძლება თავისუფლად მისი მიბაძო. შეიძლება თავისუფლად ესე იგი მიბაძო როგორი პოლიტიკა იყო გერმანიაში. ევროკავშირის შექმნამდე, ევროკავშირის შექმნა, რაც ევროკავშირი შექმნა, შეიქმნა, მერე ისე გაათახსინეს იქაც ეს კანონები. იმის მიბაძოს უკვე აზრი აღარ აქვს. ის უკვე სოციალიზმია. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი გახდა. საბჭოთა კავშირია, კი. არა, ვარესია კიდე საბჭოთა კავშირი. კითხვა არის, წავიკითხო? ვინმე ქალბატონი ინგა ვაიდერ კითხულობ ნუ რა აქვს მნიშვნელობა წერს ეკონომიკური ისრთა მთავრობაზე აისახა. დანარჩენზე რა მოგახსენოთ? კი გვაქვს ეკონომიკურის და ანუ ეს ცოტა ირონიულად წერს ისე გაიხარა ამ ქვეყნის ამქცევებმა ხელფასები გადიდა პენსიებიც 20 ლარი კვერცხი გაიაფთა 5 თეთრით. რაც გვეტყვით ბატონებო ბანკის მევახშეობაზე ალბათ ბანკების მევახშე ბანკებზე უნდა იყოს ბანკის მევახშეობაზე და ლეგიტიმაციაზე ახლა რომ კანონის მიღებენ ალბათ მაგაზია საუბარი ხო რა ვიცი ჩვენ ამაზე მე ასე მგონი უკვე ვილაპარაკეთ მაგრამ შეგვიძლია კიდევ თქვათ რომ ხო ზრდა ჩვენ უკვე ვთქვით რომ ზრდა ეს არის ციფრებში ეს აბსოლუტურად საქართველოს მოსახლეობაზე არ ასახულა, არც აისახება, იმიტომ რომ აი ყველაფერი ერთად არის, აი ნახეთ ჩვენ ახლა ამდენი ვილაპარაკეთ საშინელი მონოპოლიზმი და ოლიგოპოლიზმი. ესე იგი ამ მაღალ შემოსავლებს ესენი იღებენ, ხო, ესენი იღებენ, აი ეს რამდენიმე ოჯახი, ვინც ამ ოლიგოპოლიებში მონაწილეობენ. კი ბატონო. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არის ამათი ოჯახების კეთილდღეობის და ხელისუფლების წამყვანი პირების ოჯახების კეთილდღეობის და ეს არის ჯამში რამდენია 300 ოჯახი, შეიძლება 500 ოჯახი, მაგრამ არა უმეტეს. ხო და ისე რომ სინამდვილეში ეს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ვარდნით.
იმიტომ რომ ეს ზრდა დიდ ნაწილში გამოწვეული არის ფასების ზრდით. ფასების ზრდა აისახება როგორც თვითონ ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამ ფასების და მოსახლეობის კეთილდღეობა რა გააუმჯობესა? ისებზე აწובה უარეს. პირიქით გაუარესა, ხო? ხვალე თუ გუშინ თუ რაღაცას ყიდულობ და დღეს ვერ ყიდულობს იმის ნახევარს იმავე ფულით. ნუ ახლა ხელფასები და იმაზე პენსიები რო თქვა რაღაცა სასაცილო რაღაცა თანხით იზრდება და ახლა რო ვილაპარაკოთ ახლა კიდე ამ ჩვენ უკვე ბევრჯერ თქვით და ბანკების საბანკო ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე ჩვენი ბანკებისა ხო სულ კატასტროფალია არის აბსოლუტურად პროიმპორტული და საქართველოს საწინააღმდეგო არც ერთი ბანკი არ არის ბანკი ყველა არის სამევახშეო ორგანიზაცია რა თქმა უნდა ზოგადად მევახშეობის ტიპის საბანკო სისტემა გვაქვს ჩვენ იმადან ხო და ისე რომ სოფლიოში ალბათ საქართველო არის ის ქვეყანა სადაც საბანკო სისტემა იღებს წარმოუდგენლად მაღალ მოგებებს და რის ხარჯზე დანარჩენი ეკონომიკისა და ხალხის ხარჯზე ხალხის გავლეთვის საშუალებით მდიდდება ჩვენი საბანკო სისტემა და ჩვენი საბანკო სისტემის მესაკუთრეები ძირითადად არიან უცხოელი. ამისთან ღატაკ ქვეყანაში, როდესაც ბანკის წლიური მოგება მილიარდს გადააჭარბებს, ხო, ნუ ერთ-ერთი კერძო ბანკის, ხო? კატასტროფა. და დანარჩენი სხვა ბანკების მილიარდის ფარგლებში თამაშობს, ხო? ეს არ ვიცი ეს რას ნიშნავს. რას ნიშნავს? მოდი ვეთქვით ამას. როგორ შეიძლება ამ საქმეს მოეღოს? დღეს ახლა როგორ არის რომ ითვლება რომ ის არის რა ქვია წმინდა არის ბანკების დამოუკიდებლობა. ითვლება რომ ბანკები აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი. და რისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი, რა საინტერესოა? სახელმწიფოსგან? ხო, სახელმწიფოსგან. და ადამიანებისგანაც. ყველაფრისგან. ხო და ეს დამოუკიდებლობა ახლა ბანკებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ თავისი საკუთარი მიზნებისთვის, ხო? და სხვა დანარჩენის მიზნების ხელყოფისათვის. რატომ? იმიტომ რომ საბანკო საქმიანობა, საბანკო სფერო ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს სრულად განსაკუთრებული ბიზნესია, იმიტომ რომ საბანკო სისტემა ფლობს მთელი ფული მის ხელშია. მას საშუალება აქვს, რომ წაახალისოს, თქვათ, რომელიმე დარგი, რომელიც მას უნდა და მოსწოს სხვა დარგი, რომელიც მას არ უნდა, ან დარგები, ან ყველა ერთად მოსწოს. მას ეს თავისუფლად შეუძლია თავისი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის საშუალებით. აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია. მას შეუძლია გაანადგუროს ეროვნული ვალუტა, ამ პირიქით გაამაგროს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს თქვა სხვა ვალუტებს, არა ეროვნულ ვალუტას ხვევს და ან პირიქით. ყველაფერი შეუძლია, უზარმაზარი ძალის მქონეა საბანკო სისტემა. და შენ ამ დროს მეუბნები რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი. სულთან დამოუკიდებელია, არ არის სულთან დამოუკიდებელი. ის დამოუკიდებულია სავალუტო ფონდზე. სავალუტო ფონდზე. დიახ და თუ სავალუტო ფონდი ვისია? სავალუტო ფონდი არის ხო, თქვათ ბარე, ვისია? სავალუტო ფონდი არის სოფლიო ფული. სოფლიო არა. სოფლიო გლობალისტური ერთობის ფულია. არა, შენათქვეთ. სოფლიო გლობალისტური ერთობის ფულია. ეს არის ჩვენი ბანკები ახორციელებენ ამ ფულად საკრედიტო პოლიტიკას საქართველოში სოფლიო გლობალისტური ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ. ერთობის. ესე იგი, ეს ის ხალხია, რომელიც ფლობს კონტინენტად შორისო, ესე იგი, კორპორაციებს. იქ არ არის ლაპარაკი თქვათ მილიონერი და მილიარდერი. ეს არის ტრილიონების მქონე, ესე იგი, ორგანიზაციები, სახელმწიფოს ჩამოსვლად შეგვიძლია პროგრამა კი არ არის. ხო და მაგრამ და ამათ თავისი პოლიტიკა აქვს. აი რატომ ცდილობდნენ რომ საქართველოში მოესპოთ ინდუსტრია? ისინი ცდილობდნენ ინდუსტრიების მოსპობას ყველა საბჭოთა ქვეყანაში, ყველა ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც და დასავლეთ ევროპაშიც.
მაგრამ იქ თუ მეტნაკლებად ცოტა რბილი იყო ესე იგი ინდუსტრიების მოსპობის პოლიტიკა ჩვენისთანა ქვეყნებში ახლა ვინ შეეცოდებოდა და ვიზე შესტკიოდა თული ხო იქ ასე თუ ისე იქ ის ფრანგები იყვნენ ის რა ქვია მაგალითად ეს ბატონი ატალი ხო ფრანგი რომელიც იყო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვათ ესე იგი ჟან ატალი ხო ის ფრანგიც იყო გარდა იმისა რომ გლობალისტი იყო ხო და სხვაებიც იყვნენ ასე ესე იგი გერმანელები მაგალითად ჩვენი დღევანდელი რა ქვია მერცი რა კანცლერი ჩვენი გერმანელი მეთქი ისე მერცი ხო იცით ის რა ქვია შოს თუ წინ დაუმატებ შმერცს არის ტკივილი გერმანიის ტკივილი ხოდა ესენი სუყელა ესე იგი მაკრონი ატალი მერცი ესენი სუყელა იყვნენ ისინი რა ქვია BlackRock-ისა და ასე შემდეგ ასეთი კომპანიების ხელმძღვანელები ესენი ყველანი არიან იმ დიდი გლობალისტური ერთობის იქ რაღაცა ხوارგანია ბევრზეა ლაპარაკი იქ რო იკრებებიან ხოლმე დაოსში რო იკრებებიან ხო ეს არის რაღაცა ერთი 100 ოჯახის წარმომადგენელია ოჯახს ხალხს უსწავლს დაოსში იკრიბებიან იმიტომ რომ შეხედოთ ერთმანეთს რომელი მოკვდა რომელი გადარჩა მარტო მაგისთვის თორე რამე კი არ ხდება ყველაფერი მაგრამ ნახეთ რა ხდება ბიჭო ეს ყველგან ხო აკეთებდნენ ამას ბელარუსიაში ფეხი არ ჩაუვიდათ ბელარუსიამ შეინარჩუნა კი ბატონო იმიტომ რომ თავისი ქვეყანა უყვართ იმ ხალხს მაგას კი უნდა ხო და ყაზახეთში მთლიანად ვერ მოსპეს არ ჩაუვიდათ იქაც ფეხი ყაზახეთში უზბეკეთშიც არ ჩაუვიდა თითქოს ახლა ჩვენ ზოგჯერ ესე იგი ვამბობთ ხოლმე რომ გონია რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ მაგრამ ნახეს ისინი უფრო მაგრები აღმოჩნდნენ ახლა დღეს მაგალითად უზბეკეთის საოცარი ეკონომიკური ზრდა აქვს არა აქვს უზბეკეთს ბევრი რესურსები აი ჩვენ წევა რესურსებზე არა აქვს რესურსები მაგრამ ახლა ზუსტად არ ვიცი მაგრამ მე მგონი 5 თუ 6 სახეობის ავტომობილს უშვებს თავისას კი არა ზოგს იაპონურს ზოგს გერმანულს დეო მან გამოდის ტელევიზორიც და მანქანაც ხო და უზარმაზარი ინდუსტრიული ზრდა აქვს უზბეკეთს კორეელები მან დაწყობენ დეოს მანქანები რო დევენ ხო და სადაც ესე იგი ვინც მაგარი ბიჭი აღმოჩნდა და არ დაუწვა და ესე იგი აღმოჩნდა პრინციპულიც თავის ქვეყნის მოყვარეც და თან ჭკვიანიც რომ მიმხდარიყო სწორი რა არის და არასწორი რა არის ხო ასეთი ადამიანები ახლა ზოგი მოკლეს ზოგი მოკლეს ხო მაგრამ სადაც გუნდი ძლიერი იყო გუნდი ყოველას ხო ვერ მოკლა მთელ გუნდს რა ესე იგი იქ გაიმარჯვეს ხო ზუსტად ამის გამო არაფერი არ შეცვლილა დღესაც ეგ მდგომარეობაა მაგრამ შეიცვალა ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა რომ აი ამ დამაქცევარ გლობალისტურ მოძრაობას დღეს ხარში აღარ უდგას ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი დღეს ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დაუპირისპირდა ამ დიდ გლობალისტურ დამაქცევარ მოძრაობას და მეტი რა გინდა აი ასეთ დროს შენ ესე იგი ეს დაახლოებით იმას გავს რომ ესე იგი დავით აღმაშენებელმა რო ნახავი ჯვაროსნული მოძრაობა გაძლიერდა ხო მიხვდა რომ უკვე დრო დადგა ის ზუსტ ესე იგი მომწიფდა სიტუაცია რომ დაერხა სელჯუკებისათვის არაბებისათვის და გაეთავისუფლებინა ქვეყანა გაეერთიანებინა ხო აი ეს დრო დადგა ეს დრო მოიყვანა ტრამპმა და ნუ ეხლა იქაც უზარმაზარი ძალები არიან ხო ჩარეული ტრამპი რა მარტო ხო არ არის მაგრამ აი ამ დროს შენ რა უნდა გააკეთო შენი არაფერს ფასი არაა გარდა იმისა შენ თუ არ იწყებ ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციას კი ბატონო არის ასეთი კითხვა ქალბატონი მედიკოპტერს მოგესალმებით ბატონებო როგორ მიხარია რომ ხედავთ ჭკვიანო ადამიანებო ღმერთმაინებოს მოვიდეს ხელისუფლება ეროვნული და საქართველოს და ქართველი ერი ამოისუნთქებს მადლობა ბატონო ზაქარია ბატონო სოსო გვიმრავლოს თქვენაირმა ადამიანებმა ალბათ იმრავლოს ადამიანები ხო როგორც წელია შეწავიდით ინსტიტუტად იმედის ნაპერწკალი არის დიახ ვიჩქაროთ ბატონო ზაქარია თქვენს გადაცემას უყურე დავით გარეჩზე ბატონო სოსო
რას გვეტყვით დავით გარეჯზე? დავით გარეჯზე გითხრათ მოკლედ ყველა ხელისუფლებას რომელიც დღემდე იყო პირველის გარდა ზეადის ხელისუფლების გარდა დიდი დახლი უდგას და ჩვენ ქვეყანას ყიდის იქიდან მოყოლებული დღემდე და რა უნდა გითხრათ როგორც თელი ჩვენი ინდუსტრია გაყიდეს როგორც ჩვენი მიწები იყიდება ისევე გაყიდეს როგორც ეს ჩანს დავით გარეჯი მე არავითარი ფაქტი არ მაქვს ერთადერთი ნიშა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა რომ შევხვდიო ალიევსო ვილაპარაკეთო კარგად მოვილაპარაკეთო სტრატეგიული მაღლობები უნდა გადავწყვეტო მართო სჭირდებათო სტრატეგიული მაღლობებიო და ესო გადავეციო და ეგრე არისო და ეხლა თან ეგ ინტერვიუ კარგად მაქვს მე მოსმენილი აეროპორტში მისცა ეგ ინტერვიუ ტალევი გააცილა და იქვე მისცა და იქ ამბობს ესეთ რამეს ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანსო სამხედრო დანიშნულებისთვის სტრატეგიული სიმაღლეები ჭირდება და ჩვენი მეგობრები არიან ისედანი და ბიჭო ჩვენ საზღვარზე სტრატეგიული სიმაღლე ჩვენ მეგობარს რა ჭირდება ერთი სტრატეგიული სიმაღლე საით იყურება ჩვენ უნდა დაგვარტყას ხო თუ იმ სტრატეგიული სიმაღლიდან რუსეთს უნდა დაარტყას როგორ სადაური რუსეთს კი არა სომხეთსაც ვერ დაარტყავს ვერავის ვერ დაარტყავს იქიდან ვერც ჩინეთს და ვერც იაპონიას და ვერც ზიმბაბვეს ერთადერთ შეიძლება დაარტყას საქართველოს და თუ სტრატეგიული სიმაღლე შენ გაქვს შენ საზღვარშია შენ რატო უთმობ ადამიანო იმას და ცუდ პირობებში რატო იყენებ თავს ანალოგიური ხდება ჩორჩანაში ჩორჩანაში იქ სადაც პოსტია ჩვენი თურმე მოწყობილი იმდენად დაბალადგნილია და ილათი პოსტი ზემოთ არის რომ ზუსტად 3 წუთში შევძლიათ გაანადგურონ ყველაფერი აი ეს ზემოდან დაუცველები. ხო. ამიტომ მოხდა იმაში რა ქვია. აფხაზეთში. კოდორი. ხო, ჯერ დაარქვა ზემო აფხაზეთი სვანეთს. აკა მე მადაგაუღვიძე იმით რომ ახანო ეს ზემო აფხაზეთია ჩვენი უნდა იყოსო. და კოდორის ხეობიდან პირდაპირ უყურებს რამდენიმე კილომეტრში არის სოხუმი და ზემოდან უყურებს და ძალიან სერიოზული სტრატეგიული სიმაღლეა ასე ვთქვათ. ისიც მათ ის კიდე რუსებს მისცეს ახლა და ეს გრძელდება ჩემო ძვირფასებო. რა საინტერესოა, იქ ხო რუსების ის იყო პუნქტი, გამშვები პუნქტი და ესე იგი იქ კოდორის ხეობაში რო გაგზავნეს რამდენიმე კამაზი უახლესი ამერიკული არავი აი რუსების გამშვება პუნქტმა გააჩერა ეს მანქანები დაათვალიერა შეისწავლა გაატარეს იმიტომ რომ ის უნდა იქ დარჩენილიყო ხო ეგ იყო საინტერესო ხო და მე ესე ვიღაცები კიდე რა ქვია აგინებენ და ლანძღავენ ამ კოდორის ხეობის დამცველებს დაიჭირეს თურმე ესენი პაჩაღები ხო დემნაში იმიტომ რომ ესე იგი სამშობლოს იცავდნენ ჩაუთვალეს ეს ყაჩაღობად საქმეც მაგაშია მთავრობას არ უნდა საქართველოს ფეხზე წამოყენება სოროსელებისგან გასელოდებით გაყიდეს მთელი ქვეყანა ჩვენ კი გვძინავს მთავრობა deep states ებრძვის რა სიტყვით ამოწევს არც ერთი ნიშანი არ არის იმისა რომ მთავრობა deep states ებრძვის ანუ deep state-ი რასაც ზოგადად აკეთებს, ხო, რას აკეთებს deep state-ი? თქვათ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში რას აკეთებს? შეყავთ ისინი, რა ქვია, გლობალური სამხრეთიდან მუსულმანური მოსახლეობა, ჩვენთანაც შემოყავთ. აგრევენ ამ დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ცდილობდნენ ამას აკეთებდნენ, აგრევენ ადგილობრივ ეკონომიკას და მრეწველობას და გაქონდათ ჩინეთში და ჩვენ ხელისუფლება ზუსტად მაგას აკეთებს. სინამდვილეში რომ შეხედოთ, ხო? deep state-ს კი არ ებრძვის. ჩვენი ხელისუფლება თვითონ არის deep state. და ქალბატონი დალიგვწერს, დიდი სიამოვნებით მხარს დაუჭერ ბატონ ზაქარიას, თუ ის პრეზიდენტობაზე იყვის გენჩს და
ბატონ სოსოს თურის ეკონომიკის მინისტრი იქნება. დიდი მადლობა შეუთავოთ. საქართველოს ძალიან მძიმე დღეუდგას შემოკარგებოდა ძალიან მძიმე ეპოქაში ვართ ახლა ჩვენ და არ ვიცი მაინც მინდა რომ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ცოტა ისეთ ოპტიმისტურ ტალღაზე მე იმეც ვიტოვებ რომ ქართველი ხალხი უფრო მეტ სიცოცხლის უნარიანობას გამოავლენს ერი თვითონ მე მინდა რომ იმედი ვიქონიო რომ ქართველი ერი გაახალგაზრდდება დაბერდა ქართველი ერი აჩენს თავის უძლურებას და ეს ხმამოხუცებულობის შედეგია ხოლმე საერთოდ ერი როგორც იბადება ასევე ზოგიერთი ერი კვდება კიდევაც მაგრამ მე მინდა რომ ქართველებს ყოველთვის ეძახდნენ რომ საქართველო არის ფენიქსი და ბევრჯერ წაქცეული ისევ აღმდგარა და ისევ დიდი ძალებით შეუტევია ცხოვრებისთვის მე ვიმტოვებ ამ იმედს მე მგონია რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ერი იპოვის ძალებს იმაში რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და გახდეს ნამდვილი ბატონ პატრონი თავისი ქვეყნის ეს აი ამ ნოტაზე მინდა დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ ერთი ვიდეო იყო ემიგრანტის ვიდეო იყო არ ვიცი ახლა ეს მილანში ხდებოდა თუ რომში ხდებოდა გვიანი დრო იყო მეტროში ჩავიდა და იქ იღებდა ხო და მეკლეთ მეტროში დაახლოებით 15-20 ადამიანი იყო სულ ახალგაზრდობა იყო და აღმოჩნდა რომ ყველა ქართველები იყვნენ ახალგაზრდები ყავს ქვეყანაში ამალაკოს უცხოეთში ყავს ძალიან ბევრი ხო და ეხლა მე უბრალოდ მინდა გავიხსენო რომ როცა ნაციონალური ხელისუფლება მოვიდა რაღაცა სისულელეები აკეთეს მართალია ზოგი კაი რამაც აკეთეს მაგრამ ძალიან ბევრი სისულელე აკეთეს და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული საგადასახადო ლიბერალიზაცია ერთვის ხრი კაი გააკეთეს რომ შეამცირეს საგადასახადო ტვირთი და აი დასახელებები შემცირდა გადასახადების რომლებიც სრულიად უაზრო იყო კი ბატონო მაგრამ მეორე მხრივ გახსოვთ რომ გამოაცხადეს უნდა გამოეცხადებინათ საგადასახადო მოკლედ რა ქვია მოკლედ გადასახადები რო გადასახდელი ქონდა და რო არ გადაიხადეთო ესო აღიარეთო და ჩამოგაწერთო ხო ამნისტირება ხო ამინისტა ეს სიტყვას ვერ ვხსენებდი ამინისტა ხო და მაგრამ საქმე ის იყო რომ ვიღაცები წავიდნენ ამაზე მაგრამ მიხვდა რომ ეს ხაფანგი იყო სინამდვილეში და სინამდვილეში ხაფანგი აღმოჩნდა მაგრამ მე შეაცხადებდა რომ ჩვენ ვაუ რამაგარი რამე გავაკეთეთ აი ესე და ეხლა ჩამოდით ისა რა ქვია ემიგრანტებო ამ საქართველოში უკვე ყველაფერი კარგად არის ესე იგი ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია ბიზნეს დაწყებას ბატონი მიხეილი ეძახდა რეგისტრაციას მხოლოდ და ესე იგი მე როგორ ვთქვა მაშინ ალბათ ბევრი წამოეგო ამ ტესტა ჩამოვიდა და ერთ-ერთი ოჯახის წამოეგო მაგაზე ცუდი არაფერი არ არის როცა ესე იგი ადამიანს შეუქმნი შენ ცდარ მოლოდინს ის მე ჩამოდის და მე საბოლოოდ ეკარგება ყველაფრის იმედი და აი ყველანაირი мотиваცია და ის მეორედ უკვე აღარ მოთხოვდება და უკვე სიმართლეც რო უთხრა შეიძლება მაინც უკვე აღარ დაიჯეროს მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ ჩვენ ხალხს მოუწოდოთ ჩვენ თუ გავერთიანდებით აი ამ ჩვენი პლატფორმის გარეშე ჩვენ ესე იგი მე ხო ნაწილ გაცნობთ აი ამ პროგრამას რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის აღორძინების და ქვეყნის გადარჩენის პროგრამა ჩვენ თუ გავერთიანდებით ჩვენ თუ დღეს გავერთიანდებით ხვალ გვექნება აღმავლობა არ მოსოდეს არ მოგიწოდებთ იქამდე სანამ ჩვენ უკვე მთელი საკანონმდებლო ბაზა არ გვექნება და თქვენ მთელ ჩვენს ემიგრაციას საკანონმდებლო ბაზას როცა დაინახოს ხალხი თვითონ ჩამოვიდა რა თქმა უნდა ხო და
თქვენ თვითონ დაინახავთ რომ უკვე ყველაფერი ისე კარგად არის რომ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ დღეს და ხვალ უკვე დაიწყო ბიზნესი და ქვეყნის აღორძინება. არავინ არავით არის არც ტრამპი, არც პუტინი, არც აითოლა, არც სი ძინპინი, არავინ ჩვენს ქვეყანას არ გადაარჩენს. ეს ქვეყანა ჩვენთან უნდა გადავარჩინოთ. როგორ უნდა გადავარჩინოთ? ძალიან მარტივია. დღეს უნდა გავერთიანდეთ, ხვალ უნდა ხელისუფლებაში მოვიდეთ. ზეგ უნდა კანონები შევცვალოთ რა უნდა შევცვალოთ და როგორ უნდა შევცვალოთ. ყოველ გადაცემაზე გეუბნებით კონსტიტუციაში შესაძლებელია მუხლები, სადაც ესე იგი მთავრობას უნდა დაევალოს და ვალდებული უნდა იყოს, რომ იზრუნოს ეკონომიკის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეს ყველაფერზე. საბანკო სისტემაში უნდა შეიცვალოს, რომ გაჩნდეს იაფასიანი კრედიტები და ეგ რთული არ არის. და უნდა ბიზნესი, ახალი ბიზნესი, რომელიც დღემდე საქართველოში არ არის, გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადებისგან 30 წლით. ძალიან მარტივია და დღეს ამას გამოვაცხადებთ, ხვალ და დაიწყება. ჩამოგზავნეთ და იმუშავეთ და ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეროვნულ ადამიანებო, ფერს კიდევ მაყურებელი, იმედია ხალხზე და ქვეყნის მომავალზე იზრუნებთ. თავადია კარგი კადრები შეარჩიოთ. რომლებიც თავის საქმის მცოდნე იქნება და მოემსახურება თქვენი ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანას, მის ფეხზე დაყენებას და ყველაფერი ეროვნული სამკვიდრებას და აღორძინებას. რა თქმა უნდა, აბა სხვა რა უნდა აკეთოთ. თავარი ეგ არის. მე ახლა მაცნობეს რომ სოციალური ქსელით შემოსული არის ეთერზე და გვისმენს ჩვენ ერთ-ერთი მაყურებელი ძალიან ძიმე ვითარებაში მოკლული გიგა ავალიანის ბიძა. ყურადღებით გვისმენს, მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მას პირადად, არ ვიცნობ, მაგრამ მოზიარე ვარ თქვენი მწუხარების, მე პირადად ჩვენი ტელეკომპანია, ბატონი ჩვენი სტუმარი, ბატონი სოსოც და მინდა რომ ქართულ ახალგაზრდებს მოუწოდო ცოტა ნაკლები აგრესია ქონდეთ და უფრო მეტი სიყვარული გამოავლინონ ერთმანეთისადმი და რომ ესეთ ტრაგედიები აღარ იყოს და აღარ მოხდეს, იმიტომ რომ წელიწადი არ გავა 2-3 ახალგაზრდა არ გამოგვაკლდეს და საქართველოს არ ყავს. ხო, არ ვამძიმებ სიტუაციას ქეთი და მე მინდა რომ ქართველმა ახალგაზრდობამ ისე იცხოვროს თავის ქვეყანაში, ისე მოვიდნენ შემდგომ ხელისუფლებაშიც, რომ უფრო მობიელი და კეთილნი იყვნენ. დიდი მადლობა ბატონო სოსო, თქვენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მაყურებელთ, ახლა შემოსვლია კიდევ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ აფხაზეთში სარგინიგზო მაგისტრალზე. კი ბატონო, შემდეგ გადაცემისთვის ერთ-ერთ საკითხად გვექნება ეგაც და საქართველოს რკინიგზაზე შეგვიძლია. დიდი მადლობა ჩვენს მენელს, მაყურებელს, თქვენ დიდი მადლობა და თქვენ დიდი მადლობა. გაიხარეთ.